მოგესალმებით მეგობრებო, მოგესალმებით ჩვენ ისე ვითამაშებთ Blox Roots. ვიქაჩევთ მხოლოდ და მხოლოდ ხმლებით, ეს უკვე არის მესამე ეპიზოდი. ახლა დავიწყოთ როგორც წინა ეპიზოდში, ავით 90 ლეველზე. გადმოვიდით ფრიზონვილში, ხა ძალიან სწრაფია კამერა. ავით ფრიზონვილში, get out. შევედით ფრიზონვილში, ვიყიდეთ ეს ახალი უმაგრესი ხმალობით 100,000 პირველი დადეთ ძალიან მაგარია. მომეწონა. ვართ ერთ მუსაց აქ ამას რო იქნების რაღაც არ უტყავს შეიძლება გამიჭირდეს. თუმცა არაფერია ჩაოლებრივ ავიქაჩები ლეველებითაც. და ახლა სანამ დავიწყებდეთ შეგახსენებთ გამოიწერეთ არხი და დაალაიქოთ ვიდეო და უფრო ბევრი ვიდეოები გამოვა. ახლა რაღაც კამერის სენსიტივები ძალიან სწრაფი არის და მინდა რომ დავუწიო. აი აქ სად არის? აი ეს. ნახტები ბოლომდე ჩაწერე. ეს გრაფიკების არის. იმას დავუწევ ისო. არა და ას და არა ჩასეკ, მაგრამ ძალიან სწრაფად მოძრაობს წევ მაშინაც კი. მაგრამ ახლა მაგას არ აქვს დიდი მნიშვნელობა, ჯობია დავიწყოთ ლეველების აკაჩვა და ჩვენ ვართ Snow Bandit-თან. ეხლა როგორც იცით, არა მაქვს ისინი, ანუ თანადუდად მოკლენ, იმიტომ რომ HP ძალიან ცოტა მაქვს. და ახლა ნახეთ ჩემი ტექნიკა თუ როგორ უნდა ის ქნა ავტომატო მასტერები ადვილად. პირველში თქვა ყველას ერთად დავიკიდებ. ძალიან კაი ტექნიკა. ყველას გეცოდინებათ. გავაკეთებ ესე. ამას ხო ვიკიდებ. მოდით. და ახლა რა თქმა უნდა დავდგებით და ურტყით. მიშტყავი? აი ეს თუ დავდგებით ვერავშიც ვერ დაგვარტყავენ. ძალიან კაი ვარ ვერავ ხედავ რამდენი აქვს ახლა სიცოცხლე. გავიხედო ვერა ვერ ვიხედები. ზოგადად გამოიწე, ზოგადად გაიწია, მაგრამ კაი. ცოტა ხანმა ვურტყარ და მე გავალნახავ, მაგას წერენ. გავალნახავ დენ იქნება თეიჩი ცოტა ხანში. ესე ვერ გავარტყავს კილს. კი, თა ბევრს ერთად. აბა მოდით ცოტა ხართ. ვაიმე. დამატკი. ოპა. გაქრეს მასტერი გარეთ გავიდე ეგ არის. რამდენები დაჩრით. ეს ავსოთ თუ შემიძლია ბევრშიც თუ გავარტყა. მეგონა მარტო ერთი იქნებოდა, მაგრამ რამოდენიმეს ერთად ვისური მაინც. ვაიმე საკეთ დარჩა. მაგრამ ყველა გამოდით, მაშინ ყველა გამოსულები ხართ. კი ბატონო. მოდით. აუშკინაღო შემომივარდა ერთი. ჯობის გავასწორ, თორე შემომივარდება ეს. აუ რა ხდება აღარ დგებიან წესიერად. წამოდით. აი დაგერხათ. აუ სად გავისროლე ზოგი. არა ვფიქრობ ძნელი არის თავიდან. იდეა მაქვს. ამით დავალოვებ და იმით მოკლავ. ეგ არის. ეხლა ის ერთი ხო ლოუ არის. ეხლა არ უნდა ერთი შემოკლდეს, იმიტომ რომ თავიდან ადვილად უმატებს მასტერებს. სო. ჩაიტვირთო, წავიდა. აუ იმას ვერ გავარტყე მაინც. ეხლა ძალიან მარტივად მოკლავ. ეგეც შეიძლება, იმიტომ რომ მაინც მირტყავენ. იგი რაღაც როგორცაც დაუფიქსირეთ, იმიტომ რომ აი გოლაკინგზეც ხო იყო მიქვავდოდ, მაგრამ იქაც მარტყავს უკვე. ამას რამე აპდეიტს გააკეთეს თუ რა იყო. ბაგები დაფიქსეს რა ფაქტურად და ის ადვილი აღარ არის ლეველების ამატება. ეგ არის всё. ახლა ისე მომატოთ მელს. აღი ცოტა ხანმა ფარმო და ამ ეპიზოდში მინდა 150 ლეველამდე ავიდე. გველთ. ეხლა ისე თუ აგროვებ ერთი მისაწ შევასრულე წაღანდელი. ესე ძალიან კარგი ტექნიკა არის რა, მშვენიერია. წამოდით შენც. აკე წავალ ურტყავ ბევრს ერთად და ლოუ იქნება იმით მოკლავ. ძალიან კაი ტექნიკა, კარგად მოვიფიქრე, იმას ჯობია, იმიტომ იქ მირტყავდნენ მაინც. და ხა ეს ზოგი შემოდიოდა ხოლმე მაინც რაღაც ცოტა ძნელი იყო. ეს ბროთ ადვილია. და რამე თუ ერთს მეკარებიან საერთოდ. ესე წავიდა. ესე. ეგ არის. კიდევ ერთი. ეგ არის. ეხლა ვედით სახლზე. აინჩემ.
წავიდა. აბა ასე უნდა მოკლათ. ეგაც გამიჭირდება, მაგრამ მაინც სულ მოკლავ. მას მუსკილი კიდე ძალიან კაი აქვს, ცეცხლს უკეთებს და იწვევიან ცეცხლში, თან კაი დიდი ცეცხლი არის. და კაი აქვს ის. გარი უკვე 23 მასტერი და მეორე ხსნება 50 მასტერზე. არ მოკლეთ, დავახაცო ფრთხილად უნდა ვიყოთ. წავიდა. ვინის? ეს მოკვდა? ძალიან მარტივად. დავუყოთ. ფული ვაქასანთას ფლეშტები ხო არ მეკიდე, მაგრამ ფული მინდა. შემდეგი ხმალი რა ვიყიდო? ხუთი სკაილენძე არის რაღაც კაი ხმლები. კაი ხმლები და სკაილენძე 1,400,000-ად. მეკა 1,000,000 ავაგრობ სკაილენდამდე. და იქ კიდე მე რა ვიყიდი კრავი ამე. თან არ მინდა ვიყიდი, იმიტომ რომ არ ვიცი როგორი ხმლებია და იმდენი ფულს გადაყარა არ მინდა ტყუილად. ქონაზე თავიღო? ვაი! მომკლა. ეხა მაწეღა რომ მოკლას, მაგის გამო შური უნდა ვიძიო. ესე დაერხათ ახლა მათ მაგის გამო გორგა ბედეს ჩემი მოკლა. ესე. არა, გადი ესე. არა, დროზე დაარტყი. მე კილერ კომბო. მალე დაარტყი. ხო დაარტყს ერთი ერთყვა, ორი დაარტყვა და მესამეს არტყავს. ესე, ერთი კიდე კილერ კომბო და მე უკვე მით უნდა გავაგზელო. სახელი დავიდე თორე თქვენ მამას შეუცვლი მომკლავენ. წავიდა. ამიტომ მაინც საშიშია, ცოტა ხომ უკვე მე შინავა იმით არ შევმოკვდის მერე. კომიქს რაღაც ეს მარტყავიღობია შუაში ვიჭედები დეშეთას ვეღარ გამოვდივარ, ვეღარ გამოვდივარ. ვიჭედები მე აი ეხლაც ჩამკედი რაღაცნაირად შუაში და ვეღარ გამოვდიოდი. იო კაი ბაუნც მაინც არ მაკლებს ეგრე. თორე ხომ უკვე ნუზე ჩამოვიდოდი. საფრთხილად უნდა ვიყო. კიდე ხა დევში თქვენ გავიწევთ ეგრევე. ვაიმე. მოკდი. კადი. კაი შევაზე კოსტიმერის მაინც მომდებან. აი ეს ერთი ლოური არის, მაგას მოკლავ და ვსო. ეგ არის. ზუსტად ის მოკვდა. და ისევ მოვუმატოთ მელეს. აი როგორი ბენზი უნდა გქონდეს. პირველ ზღვაში ვიდეოს გადაღებისას creation fruits რო პოვიდაგდებულს. არ ვიცი. მოგესალმებით მეგობრებო. მოგეთ ამ წელს მოხდა საოცრება, რაღაც უნდა გადამეყო ვიდეო, ამას უკაჩავდით, მე გადაიღებულა, მაგრამ ეხლა უნდა ჩამწერე ხალხა და რას ვხედავ. რაღაცას გავედო, დავსპოვნდი და გავჩდი. აკა წამოვედი რაღაცა იქით ანათებს, აი იქით. და რომ მოვახლოვდი რა აღმოვაჩინე თქვენი აზრით? creation fruit-ი. საოცრება. შევინახო რა ვინ მოკლას. ცოტა HP მაქვს. აი არ ვიცი რანაირად მოხდა, მაგრამ მოხდა. creation fruit-ი ვიპოვე. არ ვიცი. არ მჯერა მე. თქვენ გჯერათ? მე არ მჯერა, თქვენი არ ვიცი. ანუ რანაირად პოვე creation fruit-ი თან ვიღაცის დაგდებული იყო, არა დასპაუნებული იყო, მაგრამ რაღაცები დააწერა, ანუ დასპაუნდა. უშთეროზე ვინმე არის? 9 კაცი ვართ. არა. გაგიჟებული რანაირად იყო იქ. თან არავინ რო გავირავნო პოვა. თეხმოთ სამაშობოდი, ეხლა გეტყვით როგორ კლავამთ რა ჯერგან სუსტი ძალები მაქვს. ვიღებ ამას. რაღაცა შვები. ვარტყავთ ამას.
და ორ ახლა სამი აქ ჩემ ტექნიკას ვიყენებ, რომ მასტერება უკაჩვენ ხმართ ძალიან სუსტია თავიდან. შეგახსენთ, რომ გამოიზიაროთ არხი და დაალაიქოთ ვიდეო. და ეგეთი ვიდეოები უფრო ბევრი გამოვა. ვაიმე არ აპლაუენ. ნახა მოგლეს. ორო, ვაიმე. ძალიან მარტივი არის თან ესე აკაჩვა. ეხლა მერთხელ გაჩვენეთ როგორია ჩემი ტაქტიკა. ანუ აიმით ბლომდე ვკლავ. იმის მარტო ეს წკინი მაგათ ესეთ ერთმანეთს არ აქვს რომ რაღაც ადვილად მოვკლა. ესე. ეხლა ბოლო ჯერ სანოლოები არის. ეხლა ვარ სახლზე. ან ნებისმიერ ამაღლებულ ადგილზე ვიღებთ პიპეს და ვკლავთ. პირველ ძალიან მართლა მაგრობა თან ბურთად ვარ ტყავ და ვერც მიჭერენ მე რომ შევواردები შუაში. ბეიჩი ხა უფრო და უფრო მჭირდება მე მგონი. ვარ გამოიყენე. არავის არაფერი არ დაუნახავს. ეს ადგილი უკვე შემიყვარდა. აი ეს კუთხე განსაკუთრებით. მოკიდე ხეთ დაფიქრი და ერთ რაღაც მივხვდი რა. ანუ აქ უნდა გავმაქსული ხმლებით, მაგრამ ჰაგან ეს აკაუნტი იქნება მხოლოდ ახალად ხმლებით. ასე რაღაც გადავწყვიტე რომ ანუ 20 რეისაც ავიღებ გავმაქსავ კიდეც და ვაპირებ რომ ყველა ხმლის ყველა ძალა გავხსნე. ანუ ბუნებრივ მასშტაბს არ გავუმაქსავ, მაგრამ ვაფშე ყველა ხმალი იქნება ისედან მეორე ლეველი უჭირო გახსნილი იქნება. და კიდე აი ყველანი შარქი, ადამიანი ყველანაირი ის იქნება ანჯელიც. და ხა კიდე ვფიქრობ, აი ეს კრიშის ჭამა მინდა ძალიან, რომ ჩემ ძმას ანდრეუდოშიც არის. ანუ სახე ხა ჩემი არ გამოჩენილი, მაგრამ ნუ გადაღებული თავის ნამდვილ აკაუნტზე აქვს კრიშენ და ძალიან მაგარი არის. ლევოლების უთიდა და არა, მაგრამ მაგარი ფრუტია. მაგრამ ვფიქრობ, შუდას ლეველი დავალ და ეგრევე გადავიტან ჩემს აკაუნტზე. უმერც უკვე დევს ერთ ვიდეოს, სადაც გრავიტი ავიყვანე ბოლომდე. ეხლა მამონტის ვიდეოს ვამზადებ. მამონტი ვჭამე მაგ ვიდეოს ბოლოს და მამონტი უნდა ავიყვანო და მამონტის მერე მოგონია მას ავკაჩავ 700 ლეველამდე. ხო და გადავიტან კრეიშენს 700 ლეველამდე ავიყვანე. კიდე დიდ როა. კი შემიძლია ხა 700 ლეველი ერთ ვიდეოში გავაკეთო, მაგრამ დამღალელია ძალიან ეგრე. და ხმლები ძნელი არის, აი რამდენი ხანი. ვაიმე, ის და სპაუნდა აღარ მაინტერესებს ეს. პოსტამ აქ იმას დავდებ. სტორი. დიდი გეიმი დაარჩებს რა. დამატკნილი. არ ვიყიდე? აი. ესე თუ სტროფი არის. დაუგაზეთ, აი მაგის ხმალი მინდა ძალიან კაი ხმალი არის. პირველი ძალაც რაღაც მაგარი ავტორიალებს და რავი. მინდა 15 წუთში ქრება როგორც ვიცი. მაგალითად უკვე მივედი თითქმის. თითქმის კი უკვე მივედი. სად არის, სად ახარ? აი. აუ რაღაც ძალიან ჭედაოს. რა და კაი უფესი მაქვს. არა, სად გამოვიყენე? ვფიქრობ, დავალო, აი ეს გავმადგებ უფრო. და წავიდა. ბლოში ქონებით მოკლა რომ მასტერები მომემატოს იმაზეც. ახლა მას კაი ტექნიკა აქვს, ადრე გამაქრდა ხეს ძალიან აღარ ამართლებს ეს. მაგრამ მაინც შემეძლება შორიდან იტყმა. ვაიმე, აუ ამის ხმალი სენდა. დაფრინო. უეჭველად უნდა მოკლეს. აი ამის ვიდეოს არ გადავხთავ. ვაიმე დაუბლოკე კაია. ვადემეჯი ცოტა მაქვს ამისთვის. 100 ლეველზეა. გავდნო და უბრალოდ 95 ლეველი მაქვს, მაგრამ რაღაც გულაპარაკობ ეს ნორმალი მოკლა. არა
ნაბარა კიდე მინდა უბლოკე, მაგრამ მაინც იყენებს. და ნახე ყოშიც არ არის. იმას უფრო მეტი დემეიჯი აქვს, მაგრამ სკილები არა მაქვს იმას და ამაზე უკვე ორი ძალა რომ აქვს. თასი დარტყმა აქვს, შორიდან შემილია ურტყა და იმიტომ უჭვილი ახლოს უნდა მივიდე და შეიძლება მომკლას ახლოს რომ მივიდე. არა. ნახევარზე უკვე არის. ეს ჰაეში რო არის მაინც მარტყავს. კაია. იყოს იმას ჰაეში ქნას ხოლმე. ხმალი კილერ კომბო მექნება. უკვე მაქვს. გამოიყენო სიგზალ და მივალეგრევე. კაი, წავიდა. კაი. არ გადააგდო უკვე. ანუ მგონი ხა 600 დემეიჯი უცბად ეგრეთ დარტყმად გავიმკეთოს, მაგრამ მაინც ფრთხილით ვარ, იმიტომ რომ მე მაგით უცბად შეიძლება ვერ გავიქცე და ერთ-ორი დარტყმა ისე გამიტაროს და. კაი, ჰაეში ვერ გამარტყავს. არა, ეხლა არ გამოიყენო ძალა, ახლოს ვარ და ეხლა გამოიყენე. წავიდა. კვდება უკვე. თან არავინ არ არის, ცეკვერზე მარტო ვარ თუ რა არის? არც creation fruit არავის არა უგზი, ხამას მარტო მივკლავ. ვაიმე, კინაღავ 600 დამაკლო მართლა. ერთი იმით დამიჭირა. როგორიცით? ნუ და ძალურო დარჩება იმ ორი ხმალს ავიღებ და მედი იმაზე მომატოს მასტერებს და არა ამაზე. ამიტომ თითქმის სულამით მოვკარდი უკვე. ცოტა დრო კიდე მაქვს სანამ გაქრება. მოდი აქ. ერთ-ერთ ხო გავარტყე იმისი. მაგე შადრევანი მიცავს. კარგი შადრევანია. იყოს ეგრე. რა ხდება? არა. გადავჭი. ეხა ის ხმალი უნდა ამოვიღო. პიპე. აბა ჩვენ ვიცით. აუ არა მაქვს ძალა. წავიდა. წავიდა. ეხლა მოკვდეს. აბა დამიგდო. აბა რა. ამას ქვიდა იღბალი. ერთ დღეში creation fruit და პლუს ის ხმალი. თან იმასაო დარტყმა აქვს და რამხილა. აუ რა. გურხდება. როდის სამსფერ რაღაც ვარქებოდეს უფრო ლამაზი იქნებოდა. ძალიან მაგარია. და რამხელა არის. გონი პიპეზე მეტად ეს მოწონს, მაგრამ მას კაი სკილები აქვს უფრო. მაგრამ ეს კიდე უფრო მომწონს. აუ ჯორი ძალიან კაია და ეხლა გადავწყვიტე ხოლმე რომლით ვიბრძოლე. თუმცა ლეველისთვის გონი ეს უფრო მოსახერხებელი იქნება ახლაც მაგ. ოღონდ კიდე creation fruit რო ვჭამო, მაგრამ არა. ახლა ვჭამე ეს account იმისთვის არის, რომ მხოლოდ ხმალებით ვიბრძოლო. ცალკე ერთი კაც უნდა მოკლა რა ვიყოლებ ბევრს, როგორც იმას ვაკეთებდი. პირველი ძალა 10 მასტერს უეჭველი მომიმატებს ეს. უნდა გავიგო როგორი აქვს, მგონი ტრიალი იქნება. ნორმალური დემეიჯიც აქვს ახლა. თუ რაღაცა ვერ მარტყავს გეგონება, 8 დარტყმას დიდი ხმალია. მარტივად. ეხლა მოკვდება და პირველ 10 მასტერს უეჭველი მომიმატებს და ნახავ რა არის. ოპა. კაი, ეხლა ყველაფერი გაქრეს. გავიგო, კარგად დავინახო. არა, ტრიალი არ არის. ერთი წამი. რაღაც სხვა გამოიყენა, რაღაც სებს ვისროდი. და რაღაც ზულებს და ბოლოში რაღაც კვალსაც კიტოებს. აუ ძალიან მაგარია და ისე ვთქვათ თან გამიმართლა კიდეც. შემდეგ ნეტო რამდენზე აქვს ეს ბლოკი მეფარება. ეს წამოვიცეს როგორც უნდა ვქნა. გონი
80 ანუ 60 არის რა. 60-ია შემდეგი. აუდან კაი ძალები აქვს. აი ლეოლებიც როგორც მჭირდება ისეთი არის. პიპეთი ცოტა ძნელი არის, მაგრამ კაი ხმალია ის კიდე. არ ვიცი რა ვიცი. პიპეთ ძალიან კაი ლამაზიც არის უფრო. ეს კიდე რაღაც უფრო მაგარი ისინი აქვს რა ლეოლებს საკაჩად. წაფქობდი ერთს უნდა მოვუმატო, იმიტომ რომ იმეთი შორიდან ვერ ვუძმეთქი და აირონ მისი კიდე სუსტი არ უკვე ამათთვის ეს კაი არის. გონი მაგარი გამართლა. არა ესეც სუსტი არის პრინციპში, ხაი დემეიჯი არ აქვს, მაგრამ ეხლა დანარჩენს კიდე რაც მაქვს სული მაშინ მოვუმატებ. დემეიჯში და ეხლა ადამიანჭირი და რაღაც ენერგია დისინტო ისეთ ძალები აქვს, რომ უნდა ვიძგე და პროსტა ვესროლო რა მეტი არაფერი. და ეხლა დავფიქრდი ცოტა და რომ ამ ხმალს დიდი ხანი არ შევცვლი. მინიმუმ მეორე ძალამდე მაინც სანამ რამე მაგარ ხმას არ დავუთრე, იმიტომ რომ ძალიან კაი ხმალია რა ლეოლებში განსაკუთრებით ისეთი ძალები და რაღაცა აქვს, რომ ვფიქრობ გაუმადგება ეს ხმალი ძალიან პიპეზე მეტად. მაგრამ რაღაცა დემეიჯი მაინც არ მომწონს ამის პიპეს რაღაც სკილები აქვს, რომ მაგრამ მიჭირს ამათან ბრძოლა, არ ვიცი რავი. ალბათ ხმართ დაყოლით იმის მიხედვით ავიღებ, როგორი მოწინააღმდეგე მეყოლება ხოლმე რა. ახლა ესენი ისეთი არიან, რომ პიპეთი ამათ ვერ მოუკლავ რავი. თუ ახლა ამ ისეთი ბაგი ექნებათ, რომ ვერ მარტყო და მე გავარტყა ხოლმე, ხო, მაგრამ ასეთი ბაგი უყვართ რაღაც კაც აღარ არის. ადრე მსახლეებს კონ ვაფშე ვერ ხარს ვერ მაკარებდნენ, ახლა კაც მირტყავენ უკვე გოულეკინგზე და ფიქსეს რა შეიძლება სხვა ბოსებზეც გააკეთეს უკვე მასე. ნუ კედლის უკიდან აღარ ურტყოთ და რაღაცეები. იქ პიატების ულეთში რო არის. ბაგი რო იყოს აღარ ვიცი სახელი აუ ისე გივაწერა თუ რაღაც შეფი აწერია თუ რაღაცა. აი მაგ ბოსებს აი სახლის უკვე დგებოდით ხოლმე ჩაულებრივ ვესროდით და ეხლა მანდ ანუ მასეც გვირტყავს უკვე რა. და შეცვალეს პირველად რაღაცეები. ახლა ვიგო უფრო მოვუმატო სვორდს, იმიტომ რომ დემეიჯი აი არა მაქვს დემეიჯი რა არანაირად. ძალიან ძლივს ვაკლებ. ეს ვაფშე ხანდახან არ ხვდება ხოლმე თან. ამიტომ კიდე 177-ს. ამ პროსა დარტყმით. მალე დაარტყაო. 84 და პროსტა დარტყმების 74 ცოტა არა. თან HP ცოტა მაქვს რავი. ჯეჯო ძალიან გაჭედილი ვარ რა. ხوفშე ენერგიას აღარ უნდა მოვუმატო. ჯეჯო ვიცულ დემეიჯს უნდა ვუმატო და მე კიდე ალბათ 4-საც მოვუმატებ ხოლმე შედაში. ნენეს 4-საც მოვუმატებ ხოლმე რა. და 97 ლეველი სვორდი. იმეილი უნდა მეყვანას, მაგრამ არ მინდა. თან კიდე მე ვთქვი რომ ვაფშე ყველა ხმალი მექნება მეთქი. ეხლა ჩემი ეს დუელი კატანაც ვიყიდო, ეს ტრიპლ კატანაც ვარ ჯერ არ, იმიტომ რომ ფული მჭირდება ძალიან. და აი ცოტა მერი შეიძლება აი ფული რომ მექნება ბევრი და რაღაცა. და ეხლა შუჯვი და სეთასეც მჭირდება, აი ცოტა ხანში 200 ლეველზე რო ავალ კიდე. მალია 200 ლეველზეც. ბევრ რაღაცაში. კიდე სეიბერსაც ყვავიღებ, სულ მოვუწყდა ეგ ხმალი. შანქს რომ მოკლავ იმ 200 ლეველზე ავალ მაგ ქვესტს ყუშა ვასრულებ. ლეგენდარი ხმალი დამატება და პირველ ზღვაში გონი ყველაზე კაი ხმალი ეგ არის. მაგრამ გონი მაგას ვერ გამოვიყენე, იმიტომ რომ აი ესეთი არის რომ ვერ გამოვიყენე ფახლოში. გონი. მაგრამ კაი ძალები აქვს ესე. უცი რომ მაგას მე რა უგვივარ ეგ რუიძებნებია ხოლმე ჩემი ფას ძალიან მაინტერესებს. მაგრამ 10 თხილ არა მოვსულო ეგ სულ სხვა ვიღაცის ფოტოები არის. ის ეს creation fruit ახლა ძალიან მალე მინდა ჩემი account-ზე გადავიტანო. რომ ნიკაც გავაკეთე ხა მამონტის ვიდეოსაც ნენილა ვაკეთებ, მაგრამ აი ძალიან ძნელი არის ეგეთ რაღაც ვიდეოს გადაღება, თან აი მე უკვე სომასი მასტერი რაღაც არ ვარი. აი 100-150-ის მერე ძალიან ძნელდება უკვე ამატება. საშინა ძნელი არის 150-ის მერე კიდე რა. რაღაც ფრუიტები და ეგეთი რაღაცების რა. თან უკვე წინდება კიდეც რაღაცები და ძალიან რთული არის. ძოსვა დიდი ხანი უნდები. ამ გრავისაც
რა მარტო ხო ვიდეო 53 წუთიანია და პლუს ალბათ ისე თუ ვაკეთებდი, იმიტომ რომ მე უკვე მწყინდებოდა ხოლმე აღარ მინდოდა თამაში. ალბათ ერთი თვე ნახევარი ვაკეთებდი, თვე ნახევარი არა, ნახევარი თუ ვაკეთებდი დაახლოებით რა. ძალიან ძნელია, თორე აქამდე მომენტი უკვე დადებული იქნებოდა, მაგრამ მაგას ახლა უკვე მალე გავაკეთებ. თუ მომწონდა სხვანაირი ფლუიდი არის. გავიდა რაღაცა მოსაწყენსაც ვერ უტყმა, რაღაცნაირი ფლუიდი იყო და გაძლიერება მიჭირდა. თან მეტად ისე ფლუიდებში კომბოებში რაღაც გამოცდილი არა ვარ, იმიტომ რომ ჩემ თავარი კამოდითაც სულ თამაშობდი. პირველ ზღვაში ვავიღე ბუდა რა, სტოკში ამოვიდა და ეგრევე დავითრე რა. ვამბობდი რომ კაი არის რაღაცა, სულ ბუდათი ვიყავი. ეს ხმლები და ისინი არ უფრო მეილეთი ვიყავი ხოლმე, ანუ დაარქსტებდი ეგეთი რაღაცებით და უბრალოდ სპამავდი. ეგეთ კომბო რაღაცებში გამოცდილი არა ვარ. და მაგა ფიქრობ ახლა ძალიან დამჭირდება. ახლა მხრივ დედრა კომბო უნდა ვაწყო. ერთი სკილი მაქვს ჯერ, მაგრამ მე 20 მეხსნება 60, ხო? 60-ზე მეხსნება. 30-ზე უკვე ვარ, კაია. მოკლედ ახლა ნახე პიპეს მასტერი 40-ზე ამყავს და შემდეგი არის 50-ზე და მეორე ძალა მას რა ძალიან მაგარი ძალა აქვს და მინდა რომ ჯერ ის გავხსენ, იმიტომ რომ შეიძლება ის ხმალი ვაფშე დავაწყოს ისეთი კაი ძალა აქვს რა. ხო და ახლა მინდა რომ აი მას მომატო მასტერები 50-მდე. ეს პირველი რაღაცა რაღაც ისეთია ცოტა მიადვილებს, ანუ ყარი ისაკეთებით რა. და ახლა ნორმალური დემიჯი ხამაში დარებით ვიდრე იმ ხმალს. აი იმით ძალიან კაი არის. და ასე თუ ისე ხა ავაცილე ზოგს, მაგრამ ცხოვრებსაც აკეთებს ასე თუ ისე დემეჯს, რომ აგდებს მაგასაც ალკე დემეჯი აქ როგორც ახლა იქნა. ვაიმე. ვაი მაინც სასჯენ ტროამით რო შევარდები ხოლმე მირტყავენ მაინც. ახლა ავედი 100 ლეველზე. სვორდი უკვე 115-ზე მაქვს. ძალიან მაგარია. ამით მასტერი უკვე 41-ზე თითქმის უკვე გადადის შემდეგ დონეზე. ეხლა უნდა მოკლეს სნოუმენები, მაგრამ ვიცო სნოუმენები ძალიან გამიჭირდება. დაფიქრობ ისევ ამათთან ხომ არ დავჭი, ახლა XP-ს ვადარებ. ისინი მართლა მოდი 1-2 მისას ამათთან შევასრულებ რა. რა ბევრად მეტი ეს აქვთ, თქვია, XP. ფული ახლა ასეთი განსხვავება არ არის, მაგრამ XP-ში ის 90 მილიონია, ეს 150 მილიონი კი, ეს 90.000 არის, ეს 150.000 არის. ისე მეგონა ძნელი იქნება, მოკლა, მაგრამ ძალიან მარტივი არის. ხა ასწავლე მირჩა და თან თითქოს ვერ მარტყავ რაღაც ტექნიკარი, ეს ვარ ვიყოთ რაღაცა ესე ცოტას მოძრაობ. აი თავიდან ერთად დამარტყავენ და მე შეიძლება ვაფშე აღარ დამარტყან. ახლა გაჩვენებთ რა. მეკონა გამიჭირდებოდა, მაგრამ ვაფშე არა. აი ესე. ნახე დემეჯი ვაფშე არ მაკლდება. ახლა თვითონ დამარტყა. მაგანდახარ მაინც მარტყავენ რა. წამახერთ ერთი ისე უკალე ერთხელ ვერ გამარტყა ხელი. ინახე ყორზე უკვე და მე თითქმის full HP ვარ. აი ძალიან შუთ მარტყავს ხელს, ეგეც მალე ავიჰილები ხოლმე. ეხლა მათთან ვიქნები დიდი ხანიდან ჯერ მომჩენრა მისიას უკვე მომცა. დადები. ძალიან მაგართან მასტერიც უფრო მალე მემატება ეგრე. მოკლედ ეხლა აქ დაგემშვიდობებით. ანუ რაღაცის დიდი ხნიანი გამოვიდეს. ეხლა გავჩერთ, მაგრამ შემდეგ ვიდეოში გადავალთ ახალ აისლენდზე. ამას ავუკვანთ 50 მასტერზე და გავხსნით ამის შემდეგ ძალასაც უეჭველი. ეს კრეშიფული ძალამაც მიყვარს, მეუბნება ჭამეო, მაგრამ არა. არ შევჭამ ինձ. ვფიქრობ, კაი ვიდეო გამოვიდა, ახალი ხმალით ვიშოვეთ, creation fruit-ის ავიღეთ. მე ძალიან გაგვიმართლა ისე ავიღეთ. ეხლა სამ ვიდეოს დავასრულებთ, შეგახსენებთ, რომ გამოიწერეთ არხი და დაალიკეთ ვიდეო. ეს უკვე მე რამდენი ნაწილია არ მახსოვს, მაგრამ ამ შემდეგიც გამოვა კიდე. ძალიან ბევრი ეპიზოდები გამოვამის კიდე, ძალიან ბევრი თან ვარ გავიმაქსები. ეს გონი მესამე თუ მეოთხე არის, იმიტომ რომ არ მახვდეს სიერად. ეხლა დაგემშვიდობებით და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. ამოტის ვიდეოც მალე გამოვა.